მოგესალმებით თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. ჩვენი არხის გამომწერებისთვის იწყება ძალიან მაგარი თვე. GeoTeam იწყებს მოგზაურობას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან და მაისში გელოდება ძალიან ბევრი ვიდეო. ჩვენი მაისის პირველი სტუმარი კი არის ფეხბურთელი, რომლის გარშემო საქართველოს ნაკრების ნახევარდაცვა და შემადგენლობა წარმოუდგენელია, რომელიც გვილისანიოლის აზრით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მანასანამ დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო და ჩაუჯექით. ოთარ კიტეიშვილი GeoTeam-ის YouTube არხზე წავედით. წელს გაქვს შანსი ZDZ მეორედ გახდეთ ჩემპიონები. მაშინ როცა განმოხვედი ამ გუნდში, უფრო ცდილობდით ევროზონაში მოხვედრილიყავით. რა შეიცვალა იმ პერიოდში, რაც აქ ხარ? ტურმი გაძლიერდა თუ ავსტრიის ჩემპიონატის დონე დაეცადა, აქედან გამომდინარე პირველ რიგში ალბათ ბევრი რამ შეიცვალა ის რომ ჩვენთვის შტურმისთვის ის შეიცვალა რომ 5 წლის წინ დაინიშნა მთავარი მწვრთნელი რომელიც აქამდე მოყვებოდა უბრალოდ წელს გადავიდნენ ოფენჰაიმში და ისეთი ბირთვი შეიკრა ან განსხვავებული დამოკიდებული სპორტული დირექტორიც ახალი დაინიშნა და განსხვავებული ხედვა წამოვიდა მათგან თავიდან ფაქტიურად ძალიან მცირე რაოდენობის ფეხბურთელები ვიყავით და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო და 13-14 ფეხბურთელი ვინც თამაშობდა და რთული იყო პირველი წელი, მაგრამ პირველივე წელს მოვახერხეთ რომ წარმატებული ყოფილიყო და მესამე ადგილზე გავედით, შემდეგ მეორეზე, შემდეგ უკვე მეორეზე და თასი მოვიგეთ და შარშან გავხდით ჩემპიონები და თასის მოვიგეთ და წელსაც გვაქვს ჩემპიონობის შანსი და ანუ ეს ალბათ მოხდა რომ იმის ხარჯზე რომ ბირთვი იყო ყოველთვის შენარჩუნებული ასე თუ ისე მოხდა გარკვეული ფეხბურთელების წასვლა, გარკვეული ფეხბურთელების დამატება, მაგრამ ამ ბირთვთან ინტეგრაცია ხდებოდა ძალიან კარგად ყოველთვის, რა და ეს იყო რომ გუნდურობა ჰქონდა ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე და რაშიც ვაჯობეთ ზალცბურგს. ვერ ვიტყოდი რომ ზალცბურგი დასურს და წელევანდელ წელს თუ არ ჩავთვლით, იმიტომ რომ ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ყავდათ და ყოველ წელს ისინი უფრო დიდი რაოდენობით ფეხბურთელებს ყიდნენ და უფრო იცვლებოდა კონტინენტი ვიდრე ჩვენ შემთხვევაში. და წელს უკვე სხვანაირი ვითარება, იმიტომ რომ ეს ზალცბურგი იმ დონეზე ვეღარ არის მწვრთნელი შეცვალეს შუა სეზონში და ცოტა არ იყო არეული სიტუაცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ძალიან კარგი გუნდია და ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები ყავდა, მაინც იბრძვიან ჩემპიონობისთვის და უბრალოდ ეს არის ჩვენც არ ვიყავით იმდენად სტაბილურები როგორც სეზონის პირველ ნახევარში. და ეს არის იმის შედეგი, რომ დღეს 4 ტურით ადრე 4 გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის, 4 გუნდს აქვს შანსი. ოთარ კიტეიშვილი ჩემპიონთა ლიგაზე. ალბათ 20 ფეხბურთს იწყებენ ერთ-ერთი სულისა, რომ ამ ტურნირზე ითამაშონ. როგორ შეაფასებდი ჩემპიონთა ლიგას? ცოტა რთულია, იმიტომ რომ მგონი ევროპა ლიგაზე ვითამაშეთ ჩვენ წელს ისევ. და არ გაგვიმართლა თუ გაგვიმართლა წილის წაში. ხო. უბრალოდ გაუმართლა. აშოს სხვანაირად გაუმართლა და თან არ გაგვიმართლა. ჩვენთვის ის იყო კარგი რომ ყველა გუნდთან ფაქტიურად ჰქონდა თამაშის შესაძლებლობა და ესეც გამოვიდა რომ ყველა გუნდთან შეგვეძლო ერთ-ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით, სადაც ატალანტამ გვაჯობა ძალიან და დიდი ანგარიშით გამარცხა. ერთ-ორ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ყველა გუნდთან ჰქონდა ქულისან ქულების აღების შესაძლებლობა. მაგრამ 6 ქულა ავიღეთ. ლიან ჯამში ცოტა გამოცდილებაც და გვაქვს ცოტა რაღაცებიც ალბათ ხარისხიც. და ყველაფრის მიუხედავად მაინც წარმატება შეიძლება ჩაითვალოს 2 გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე. მიუხედავად იმისა, რომ ის გუნდები არ იყვნენ რომელიც ჩემპიონთა ლიგის ლეველს შეეფერება. გოლის გარშე არ დაგიმთავრებია ჩემპიონი ლილს გაუტანი გასვლაზე. აი
ესეთ ტურნირზე გოლის შემდეგ ფეხბურთელი მეორდას თვით ამაღლებული შეფასებით ხო არ იღუძებს. ანუ გოლი გაძლევს ჩემპიონთა ლიგაზე გოლი ფეხბურთელს უფრო მეტ თავდაჯერებას. ალბათ ეგ ყველა თამაშზე ან კარგ თამაშზე ან გოლის გატანის ან კარგი თამაშის შემდეგ ყოველთვის გაქვს ეგ მაყოფილების შეგრძნება ეგ ხშირია და ყოველთვის ხდება. ჩვენ ამაზე არ მიმიქცევია ყურადღება როგორი ხო ლილის გოლის მერე. რა თქმა უნდა სასიხარულოა ჩემპიონთა ლიგაზე გოლი, იმიტომ რომ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი საკლუბო ჩემპიონატი და აქ თავის წარმოჩენა კარგად არის ფეხბურთელისთვის ამოყ და სასიამოვნო. ევროპა ლიგაზეც გითამაშია, ჩემპიონთა ლიგაზეც. განსხვავება რა არის? თუ შეგიძლია გითხრა, იმიტომ რომ აღნიშნა მე მგონი ევროპა ლიგაზე ვითამაშეო და რთულია, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად რომელ გუნდებსაც ვითამაშებოდით ერთი წლის წინ ევროპა ლიგაზე 3-4 იგივე გუნდი შეგვხვდა ჩემპიონთა ლიგაზე ამ ახალ ფორმატის მიხედვით და ცოტა რთულია ამ განსხვავების პოვნა. მოგონი ხეთ უკეთესი გუნდები ხდებოდნენ, ხო? იყო რაღაც მომენტი, რომ იქითაც შეიძლება ითქვას, რომ შეიძლება რაღაც ლილს ხო ევროპა ლიგაზე შეხვედრი ხართ? ლილს ზუსტად კი მაგას ვიზარდე. ლილს შევხვდით ევროპა ლიგაზე, ატალანტას შევხვდით. ატალანტას ლევერკუზენთან არ ვითამაში. ის ბოლო წუთზე რო იტან გოლს ვისთან იყო? ფეინორდ. ფეინორდი ძალიან მაგარი გუნდი იყო. ფეინორდმა აქ ნაწილს ჩემპიონთა ლიგაზე. ლაციოს ვეთამაშეთ. ატალანტასაც წელსაც ვეთამაშეთ. ალბათ წელს უფრო მაგარი გუნდი იყო ვიდრე ევროპა ლიგაზე რო ვეთამაშეთ მაშინ, მაგრამ ანუ ის იგივე წელში დატრიალდი. ჰელო. ხო, რა ეგრე გამოვიდა. განსხვავებული და განსაკუთრებული თამაში იყო ალბათ დორტმუნდში თამაში, იმიტომ რომ მათი გულშემატკივარი ცნობილია თავისი გულშემატკივრობით და ცოტა დაგვეკლა იქაც ფრესვათა შორის 90. აქ სტადიონზეც ნამყოფი ხარ? ხო, აქ სტადიონზე არ მითამაში. სამწუხაროდ ნამყოფი ხარ მარტო. გარე დამყურე. და იქაც ცოტა დაგვეკლა 90-ზე გაგვიტანეს გონი ერთი თრონი მოგდეს. აი ამ სიტუაციას კიდე რომ ერთ წელსაც Can I greet you? Hi. Can we do a selfie? Yeah, of course. Just if you'd like. Of course. Thank you very much. I had to look twice. It's all right. Thank you very much. Thank you very much. Welcome. Have a nice day. Pleasure. You too, bye. ხშირია სიტუაციები? თუ ქალაქში არ დადიხარ ხშირად? დავდივარ კი, ძალიან ხშირად არა. ნორმალურად, არც ძალიან ხშირად, არც ძალიან იშვიათად. მაგრამ ესეთი სიტუაციებიც არის. არც ძალიან ხშირად, არც ძალიან იშვიათად. საშუალო. კი. ეხლა აქ უნდა ჩავსვენო გოლი რომელიმე მეცით. მე ვიდეოა. ორი ქართველი ჰოლანდიაში ჩავა. ოთორმოს აი მე მოწევს ევროპა ლიგაზე ვითამაშეო. ბოლო ერთ წელში ვერ ვიტყვი რომ შენი ბევრი ინტერვიუ ერთს მოიპოვება. მე მგონი არც მიგიცემ ინტერვიუ. აქედან გამომდინარე მე გკითხავ შენ ოთარ კიტერში საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე. ბოლომდე შეირგე შეგერგო? ბოლომდე და კიდევ უფრო იქით. ბოლომდე მაგის იქით. იმიტომ რომ ერთ თამაში ითამაშე ვარ. ორი ხო. ერთთან ხევა. მაგიტო გეკითხები რა. რა. იცი. იმიტომ რომ პირად ჩემს რაღაცები იმედგაცრუებაც იყო როგორც ჩემთვის კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ამაზე ერთხელ ვიპასუხე მგონი რომ ის გარემო რაც იყო შექმნილი იქ ზოგადად და რაც ხდებოდა საერთოდ არ იყო საერთოდ არ მაწუხებდა ის რომ ცოტათი ესე ვიტყვი ცოტათი მაწუხებდა შედარებით ნაკლებად მაწუხებდა ის რომ ვერ ვიღებდი მონაწილეობას იმიტომ რომ ის ყველაფერი რომ მე რო გუნდის ნაწილი ვიყავი და გუნდთან ერთად ვიყავი იმ დროს იმ მომენტში და ეს ყველაფერი ხდებოდა ჩვენს თავს ჩემს თავსაც მათ შორის მიუხედავად იმისა რომ მოედანზე მონაწილეობას ვერ ვღებულობდი ეს იყო რაღაც განსაკუთრებული და ზღაპარი, აი ერთ თვიან ჩვეულებრივად აი ესე ვიხსენებთ, საუკეთესო საფეხბურთო გამოცდილება იყო ჩვენთვის, ყველასთვის ალბათ, ყველა ქართველი ფეხბურთელი, ვინც იმ დროს ჩვენთან ერთად იყო, ყველა მაგას თავს, არა მარტო ფეხბურთელი, ყველა. და ესე იყო ჩემთვისაც, რა თქმა უნდა ძალიან მინდოდა თამაში, რა თქმა უნდა ძალიან ვცდილობდი და შეიძლებოდა რომ საერთოდ ერთს მიმოყვა მონაწილეობა და ისე მოხდა რომ ბოლოს კიდე ქოჩორამ
მეგობარი ექიმ ფიზიო მგონი ჩამოვიყვანეთ, რომელმაც რაღაც განსხვავებული თერაპიები გამიკეთა და კოჩრამ მოიძია კიდე რომ დამეხმარა მაგას მე ფედერაციამ ჩამოიყვანა და განსხვავებული თერაპიები გამიკეთა და ეს თერაპიები დამეხმარა და ამან კიდე უფრო წინ წამწია რაღაც დღეები მოგვაგებინა ასე თუ ისე და მაგიტომ მივიღე პორტუგალიასთან თამაში მონაწილეობა და ალბათ შემდეგ მაინც 2 კვირა ვარჯიშებელი რო ვიყავი, ბოლომდე ვერ გაუძლო ორგანიზმმა იმ დატვირთვას და შემდეგ უკვე სხვა კუნთი დაზიანება მივიღე, ხო. მან ისე ფეგური ხშირია, ხო, აი ერთი ტრამვის მერე თუ რაღაც დააჩქარე მერე სხვა რაღაცაზე ვერ გემართება. კი. თუ დატვირთვას სხვა. კი, ძალიან მეც ალბათ ცოტა ადრე ასაკში მსგავსი რაღაცები მომივიდა, რომ დაიწყო ერთი ტრამვით და მიყვა და მიყვა. ალბათ ხშირია ესეთი მომენტები, რა და ხშირად ხდება და ეგეც გამოცდილების საკითხია და ეგეც შენ თავზე სწავლობ და შენ თავზე იღებ გამოცდილებას. ნუ უმჯობესი იქნებოდა რომ სხვანაირად მიმეღო ეგ გამოცდილება, მაგრამ მაინც ყველაზე კაი გაკვეთილი არის, როცა შენ თავზე ღებულობა მომწონს. თუ შეგიძლია, აი ზუსტად შენი ფიქრები სიტყვებში გადამითარგმნო, რას გძნობდი, როცა ესპანეთთან თამაშობ მოვიდნენ გადიოდი. აი რაღაცას ხო ფიქრობ ხარ მაგ დროს? არა, ბევრ ამის ვფიქრობდი მან და ჯერ იმ მომენტში იქ რო გავრბოდი უკვე იქ უკვე ვეღარ გავრბოდი და უკვე თან ფეხს ვერ ვდგამდი, თან მაინც ვფიქრობდი რომ უბრალოდ მდგარიყავი ზონაში რომ იქნება არ წამოსულიყო ჩემი ზონიდან შეტევა. მე უცებ ბურთს ვიღებთ, დავწექი, ისე მოხდა რომ ვკარგავთ და ეგრევე წინ მოდის და ეგრევე და მაგ დროს დგები ისე. ალბათ რავი, შეიძლება ჯობესი ყოფილიყო რომ დავრჩენილიყავი მიწაზე, უფრო გავაპროტესტებდით, უფრო რაღაც ხელსაუწევდით, ეს გოლი არ გასულიყო. არ ვიცი, ბევრი რამე შეიძლება მომხდარიყო, მაგრამ უბრალოდ ძალიან მინდოდა რა ის თამაში მონაწილეობის მიღება, იმიტომ რომ ფიქრობ რომ რაღაც 1-0-ის შემდეგ იყო მომენტები, რომ 3-4 ძალიან მაგარი კონტრშეტევა გქონდა და პირველ ტაიმი რომ გაგვეძლო, მეორე ტაიმიც რაღაც გარკვეულად 1-0 რო დასრულებულიყო, სხვა მუხტით დავიწყებდით და სხვანაირად დავიწყებდით და აი ეს ყოველთვის ეს განსაკუთრებით როცა ესეთ სხვაობაა გუნდებს შორის და პირველ ტაიმის ბოლოს ხდება პირველ ტაიმის ბოლოს ხდება ანგარის გათანაბრება, შემდეგ ძალიან რთულია უკვე თამაში კიდე ხელახლა, იმიტომ რომ უპირატესობა მათ მხარეს იყო უკვე ფსიქოლოგიური. ჟორჟს ვკითხე ერთი თამაშის ბედის შეცვლა რომ შეგეძლოს თქო, აი რა შეცვლილი თქო რა და მითხრა რომ ესპანეთთანო რა გონია რომ 0-1 რომ მოგვიგო პირველ ტაიმიო, შეიძლება არ წაგო ეგ თამაშიო და ზუსტად მაგას ვამბობ მეც რა, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი უპირატესობა გქონდა იმ მომენტში ჩვენ და იგრძნობოდა ეს მოედანი. ვერ უპირესავდნენ თან 0-1 ზუსტად და თან ისეთი მარტივი შეცდომები დაუშვეს თვითონაც ვეღარ გრძნობდნენ თავს კომფორტულად და აი ეს კიდე უფრო რაც დრო გავიდოდა ნელ-ნელა, რაც უფრო მივახლოვდებოდა დასასრულს, უფრო და უფრო დიდი წნეხი წამოვიდოდა მათზე და უფრო და უფრო დაუშვებდნენ ამ შეცდომებს და ჩვენთვის პირიქით უფრო და უფრო გათავისუფლდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ამ გოლმა პირიქით ამოატრიალა ყველაფერი და პირიქით შეცვლა. ევროპის ჩემპიონატი დასრულდა და გავიდა იქედან თითქმის 1 წელი რა. როგორ ფიქრობ, აი ივლისის შემდეგ დასრულების დღიდან დღემდე საქართველოს ნაკრებში რა შეიცვალა? გაიზარდა საქართველოს ნაკრები? რა თქმა უნდა, ძალიან მიტყოდი რომ პირველ რიგში ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენ ვიპოვეთ საკუთარი თავი რა, ეს რაღაც კუთხით ეს პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ბოლომდე ნაპოვნი გვაქვს ჩვენი თავი და ვიცით რა გვინდა და ფსიქოლოგიური კუთხე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გვაქვს თავდაჯერება და მგონია, რომ არავისთან თამაშის წინ არავისი არ გვეშინა პირიქით გვინდა რომ რაც შეიძლება უფრო მაგარ გუნდებს ვეთამაშოთ და გვინდა რომ რაც შეიძლება უფრო მაგარ ფეხბურთელებს ვეთამაშოთ და დავამტკიცოთ რომ ჩვენ შეგვიძლია მათნაირად თამაში. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აყალიბებს გუნდის ხასიათს, გუნდის საბრძოლო მენტალიტეტს და ეს ქმნის საბოლოოდ იმ აურასაც და იმ ყველაფერს მინდორზე და მინდორს გარეთ, რაც იგრძნობა.
მედია რომ ამას რა თქმა უნდა შენარჩუნება უნდა, გაფრთხილება უნდა და კიდე უფრო სხვა ეტაპებზე და სხვა განვითარება უნდა სხვა კუთხებით. კიდე პირველი კაპიტანობა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოდი გითხრათ ვინ შეგატყობინა? მწვრთნელმა ვილიმ, იაშკამ, კაშო თუ ვილიმ თქვა პრეს კონფერენციაზე. შენ ცოდნე გაიგე? მაქედან ვაფშე გავიგე, სავარაუდოდ. იხსენები ხარ ხო ვიცოდი, მაგრამ არა. მაქედან გავიგე. რეაქცია? რაღაც ხო არის რა. მახსოვს იმას ხო ეს ვარჯიშზე ვიყავ, ტრენერში ვიყავ და რაღაცებს ვაკეთებდი. ცოტა ხანი მომწყვიტა რა, ცოტა ხანი დავფიქრდი რაღაცეებს. კასტო რა. აი, რა თქმა უნდა, ნაკრები ისეთი, ყველასთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი რაღაცაა და როცა კაპიტნობ ანუ ამხელა პასუხისმგებლობა გაქვს ყველას წინაშე რა, როგორც ისე ვთქვი, საკუთარი თავის წინაშეც და განსხვავებული და განსაკუთრებული შეგეძლო. შენ თუ წარმოვიდგენდი ამას, იცი რომ ან მოლოდინი თუ ქონდა, იმიტომ რომ ოთარ კიტეიშვილს ძირითადად ბევრი იცნობს, ჩუმი ბიჭი, რომელსაც ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, რაც ხასიათი, მის ხასიათი არის მოედანზე თამაში. და კაპიტნები მაინც ხო იცი უფრო მეტად აიყვირიან, ემოციებს გამოხატავენ, თუმცა თუ ბოლო პერიოდში იმ ვიდეოებს ნახავს, რაც გასახდელიდან, შტურმის გასახდელიდან ვრცელდება, ვეღარ ვიტყოდი რომ რაღაც ჩუმი ფეხბურთელი ხარ, და მოყვირილის მაგრა ყვარებია და აი მოლოდინი თუ ქონდა რომ აი შეიძლება მე რადგან შტურმშიც კაპიტნის სამკლაური მქონდა, საქართველოს ნაკრებში შეიძლება კაპიტნის სამკლაური გავიკეთო. ყვირილი არ მიყვარს, ყვარები არა. ანუ ეგ იყო, ეგ თამაში იყო, არ იყო ისეთი თამაში რა, ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იყო, თასფინალი იყო. და ვაგებდით პირველ ტაიმის ბოლოს გავუშვით გოლი და იყო ისეთი თამაში, რომ აი მართლა ეგეთი თამაში იყო, რასაც მაგვიდეოში ვიძახი, რომ ორთავრძოლები და მეორეები და მამაში გჯობნიდნენ. თან კარგად გჯობნიდნენ და დამსახურებულადაც გაგვიტანეს გოლი და რაღაც ჩვენ ფიქრობ, რომ იქ არა მარტო ჩემი მთელი გუნდის ალბათ იმ ემოციამ გასახდელში დიდი ზეგავლენა მოახდინა და ამ თამაშს მოტრიალება მოახდინა 2-1 მოვიგეთ და არის რაღაც მომენტებში რომ როცა ფინალი არის განსაკუთრებული შემთხვევა და ფინალი იყო განსხვავებული, იმიტომ რომ ერთი თამაშია და თან რაპიდთან იყო, რომელიც არის ტრადიციული დუელი შტურმი რაპიდი, ესეთი შემოდგენების დაპირისპირება და ბევრი რამე იყო, ბევრი ფაქტორი იყო, რამაც ეს ემოცია უფრო გაამძაფრა და სიმართლე გითხრა რა მოლოდინები მქონდა თუ არა კაპიტნობას ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ რომ აი რაღაც შეიძლება დამიშვია ფიქრი, მაგრამ არ მიფიქრია იმაზე, რომ აი კაშო რო არ იქნებოდა იმაზე ჯერ საერთოდ არ გამიანალიზებია რომ კაშო არ იქნებოდა და ამიტომ შესაბამისად არის ხო იმიტომ რომ კაშო სულ არის და შესაბამისად არის ხო მაგაზე ვიდეოს ფიქრი ჩემი მხრიდან და მოულოდნელი იყო რომ ეს რო გავიგე რა ხდება კაშო სად არის კაშო არ არის და ხო ეგეც არ გახსოვდა კაშო რო არის ხო ანუ არ მახსოვდა რომ კაშო სულ არის ხო კაშო სულ არის ბოლო პერიოდში ну ბოლო პერიოდში ერთ წელს არ გულისხმობთ კიდე მეც შემდეგ აშო ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ რომ სულ ერთად ლაპარაკობთ კადრებს ერთად ხართ ხოლმე ფიჩ ჩეკი რო არის ესე რო ვთქვათ შარშანაც როცა ინტერვიუ გქონდა ზედამთვარია ესე რო იტყვიან კაშო შენზე ისე ილაპარაკა რა კომუნიკაცია შედგა ვთქვათ სომხთა პირველ თამაშამდე თქვენ შორის და როგორც აი თამაშის წინა საუბარი კი არა, როგორც აი კაპიტანს რაც ილაპარაკეთ. იქნებოდა ხა რაც ლაპარაკი. რა თქმა უნდა, კაშოსთან როგორც თქვი, ანუ ძალიან ხშირი კომუნიკაცია ყოველდღიური და თითქმის ხელშეკრებას კომუნიკაციაში ვატარებთ და ბევრს საუბრობთ ფეხბურთის გარეთ და არ ყოფ ანუ არ იყო რომ რაღაც განსაკუთრებული მითხრა იმ მომენტში. უბრალოდ ვიხსენებდით რაღაც მომენტებს, რა თავის პირველ კაპიტნობას ვიხსენებდით და რაღაც
როგორი იყო ჩემთვის? ხო, ანუ სხვა იყო, რა განსხვავებული იყო, როგორც ჩემთვის ისე ალბათ განსაკუთრებული გრძნობა იყო და ეს რაღაც გარკვეულ თამაშის პროცესზეც ვისაუბრეთ კონი მაგალითად თუ რა შეიძლება და იმათ გაეკეთებინათ, იმიტომ რომ იცნობდა რამდენიმე ფეხბურთელს მარჯვენა ვინგერს, რომელიც მასთან თამაშობს და მსგავსი კომუნიკაცია, რომელიც სულ ხდება თამაშის წინ ჩვენ შორის, მსგავსი იყო ესეც უბრალოდ რაღაც კაპიტნობაზე დიმან ფოტოებიც გადაიღო, რომ ისა და რაღაცები მოყვა ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ხო და ეს განსაკუთრებული რომ რჩევათარიგები მოეცა კაპიტნობასთან დაკავშირებით, მსგავსი რამე არ ყოფილა და არც მაკლია კაშოსგან ისედაც, იმიტომ რომ ხედავდა თვითონ არის მაგალითი ჩემი აზრით, როგორი უნდა იყოს კაპიტანი და იმხელა გამოცდილება აქვს, რომ ამ ყველაფერს მე უყურებ უკვე დიდი ხანია და მისგან ბევრი რამე მაქვს ნასწავლი და ბევრ რამეს ვსწავლობ დღესაც. ნუ ის მაინც ხო იყეს განსხვავება, რომ მაგ თამაშში მსაჯთან ოდნავ მეტი ლაპარაკი მოგიწია. ზოგადად საჯები მიყვარს ძალიან და საჯებთან საუბარი მიყვარს ძალიან. მართლა ვიძახი, რომ საჯთან ჩემი პოზიციიდან გამომდინარეც საჯთან კომუნიკაცია მომწონს და მიყვარს, იმიტომ რომ როცა კაი დამოკიდებულება მოდის მსაჯისგან, რაღაცაი ჩემი დამოკიდებულებაც განსხვავებულია და არის ხშირად პრობლემები, განსაკუთრებით ავსტრიაში გვაქვს პრობლემები, რომ მსაჯებს აქვთ აგრესიული დამოკიდებულება ფეხბურთელის საუბრის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ის კაპიტანი არ არის. ანუ არ თვლი ეს არის ის კაპიტნის წესი, რომელიც ახალი შემოღებული, რომელიც არ მომწონს, მაგრამ არის, მაგრამ მე როგორც ფეხბურთელი, როგორც რაღაც კონკრეტული სიტუაციის მონაწილე ვარ, შეიძლება ჩემმა კაპიტანმა ისე ვერ ახსნას და განუარტოს მსაჯს, როგორც მე. ან რაღაც კონკრეტულ მომენტში რაღაც საუბარი ორი სიტყვის თქმა მჭირდებოდეს და უბრალოდ კომუნიკაცია შედგეს ჩვენს შორის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე რამე უპატივცემულობას გამოვხატავ, ან იმან უნდა გამოვხატოს უპატივცემულობა და ჩემი აზრით მსაჯებს ეს ცოტა უნდა განავითარონ, იმიტომ რომ მაგცესი ზედმეტი კომუნიკაცია მოიშორეს? თვლი რომ კი, ანუ უფრო გაიმარტივეს საქმე, მაგრამ მაინც ხდება რა თქმა უნდა და კარგ მსაჯს ის გამოარჩევს, რომ კარგ მსაჯს შეუძლია თამაშის პროცესი ემოციების გარეშე მართოს და მართოს ისე რომ ფეხბურთი რო ვიცით რომ ჩვენ ემოციური სპორტია, შეიძლება რაღაც მომენტში შეიძლება ემოციურად გამოგივიდეს რაღაცა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჯს აყენებ ამით რამე შეურაცხყოფას ან რამე უპატივცემულობას გამოხატავ მის მიმართ და ავსტრიაში ხშირია შემთხვევები, რომ მსაჯები ჩემს მიმართ, რავი, ეგრე არიან, ბოლო თამაში იყო განსაკუთრებით 2 წითელი ბარათი მოგწეს, მეც ყვითელი მივიღე. იმის გამო რომ მე 2 წითელ ბარათზე მსაჯს უხსნიდი, რომ ხელები არ ქონია მხრის მაღლა და ცოტა არასასიამოვნოა რა ჩემთვის რა და ზოგადად ძალიან კარგია და მომწონს და დადებით მუხცმაძლევს თამაშის დროს, როცა მსაჯს აქვს ჯანსაღი კომუნიკაცია და მეც იგივე ჩემი მხრიდან რომ თუ შეცდომა დაუშვა თუ რაღაც ისე ვერ გააკეთა როგორც მე მეგონა რომ სწორი იყო თუნდაც არ გამოვხატავ და არ ვეტყვი რომ ეს რატო გააკეთე ან რაღაც პირიქით ანუ ვეტყვი რომ კარგია არა უშავს ან რაღაც პირიქით მეც დადებით მუხტს გამოვხატავ მის მიმართ მაგაზე შემიძლია დიდი ხანი ვილაპარაკო სეზონი მთავრდება ვიწულს ვართ გასული და იხსნება მალე სატრანსფერო ფანჯარა და ისევ ოთარ კიდეშვილის ტრანსფერის საკითხი ხდება აქტუალური ქართულ გულშემატკივრებში და არა მარტო. როგორ შემორჩა ამდენ ხან შტურმში? როგორც ხდება რა. როგორ შემორჩი დიდი ფაქტორი იყო ბოლო წლებში ის რომ ჩემპიონატისთვის ვიმძვით ჩემპიონები გავხდით, შემდეგ ლიგაზე თამაში. ყოველ წელს იყო რაღაც გარკვეული ფაქტორები, რამაც მიგვიყვანა ამ ანუ უკეთესი ვარიანტები არ ყოფილა? შეიძლება იყო, მაგრამ არ ვფიქრობ მე რომ რამე არასწორად გადავწყვიტე ან გადამიწყვიტავს და არც ვიფიქრებ არასდროს რა, იმიტომ რომ ცოტა რთულია ამ თემაზე საუბარი, შეიძლება და ყოფილიყო, როგორ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ
ბევრჯერ მოხდა თქვამი, რომ შტურმთან როგორი დამოკიდებულებაც მაქვს და რა დამოკიდებულებაც არის ჩემს მიმართ, ძალიან რთულია იგივე მიიღო სხვა გუნდებისგან, რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეულწილად ეს რო დათმო სხვა გუნდისგანაც გჭირდება გაგზავნოს განსაკუთრებულად თავ. კი, განსაკუთრებულადაც არა, ალბათ უფრო მეტი ინტერესი და მეტი კარგი დამოკიდებულება ვიდრე ყოფილა. ესე რა ვთქვათ რა. Შეიძლება თქვა, პრობლემა რა იყო კონკრეტული გუნდები რო თქვა, რამ ისეთი რომ უნდა შეეწაყვანა, მაგრამ თუნდაც აი იმიტომ რომ უფრო დიდი ინტერესი არ გამოხატა, შენ თქვი რომ გირჩევან და შტურმში დარჩენ. კონკრეტულ გუნდები ცოტა ისეთი ხა არ მინდა კონკრეტულ გუნდები დავასახელო, მაგრამ იყო გარკვეული გუნდები, რომელიც შეიძლება მე მაგას სკრინს ამოვანაცებ და შეგიწერა, გეწერა. მეწერა რაც გენერალური გუნდები მეწერა წინ ზაფხულში იქ დინამო მოსკოვიც რო იყო იმ პერიოდში და შენ რო უარი თქვი რაღაც არაბეთიდან რო უარი იყო ძალიან ზუსტი ხელფასი 5 მილიონზე რო უარი თქვი წლიურზე თუ 3 მილიონი იყო როგორ იყო? ხო, სადღაც იგი არ მახსოვს რა, არც არ მახსოვს. მაგრამ ზოგადად მაგ თემაზე ნათქვამი მაქვს, რომ რაღაც პერიოდი არ ვიცი მომავალში რა მოხდება, მაგრამ არც მინდა რომ ვიცოდე აი მithumedes არაბეთიდან შეიძლება იყოს რაღაცა დიდი შემოთავაზება და რაღაც გარკვეული განსაკუთრებით ამ ზაფხულში იყო შემთხვევა, რომ ცოტა სხვა რაღაცებზე გქონდა კონცენტრაცია და მქონდა და არც მინდოდა რომ რამე ცოტა შევეფერხებინე ასე ვთქვათ. არ ვიცი, მომავალში არ ვიცი რა მოხდება, ანუ ეხლა ამას კი ვამბობ, მაგრამ არავინც მომავალში რა იქნება და როგორ იქნება. მე ვცდილობ რომ 29 წლის ვარ და ვცდილობ რომ ყოველდღიურად მაქსიმალურად დავიხარჯო და ყოველდღიურად მაქსიმალურად კვლავ განვითარდე და კვლავ ახალ-ახალი თვისებები თუ ახალ-ახალი კომპონენტები გავაუმჯობესო შეძლების დაგვარად, რა თქმა უნდა. დანარჩენი ჩემი კონტროლის ქვეშ არ არის გარკვეულწილად და სურვილი მაქვს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითამაშო ტოპ 5 ლიგაში და თუ მივიღებ ამ შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ ამ გამოწვევას. მეგობრებო, ახლა თქვენ უყურებთ ოთარ კიტეიშვილის ინტერვიუს ჯეოთ იმის YouTube არხზე და მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი არხის წამდგენია კომპანია აჭარაბეთი, ისინი გვეხმარებიან, რომ მიმოგზავნოთ და გადავიღოთ საინტერესო ვიდეოები თქვენთვის. მადლობა აჭარაბეთს ჩვენი გვერდში დგომისთვის. კიდე ძალიან გრძელი სეზონი გქონდა, მიწურულში ვარ, მაისია უკვე. თავს რო ვგრძნობ, ბევრი თამაში მოგვიწია ძალიან, მე მგონი ეს ამდენი თამაში, რაც თამაშია კაი ხანია. კარგად რა, პირიქით რა, მე მიყვარს და მომწონს საბოლოო თამაშს თამაშობ და სეზონის ბოლოს კიდე ყოველთვის უფრო კარგად ვარ ფიზიკური თვალსაზრისით რა. ხა დაგვრჩა 4 თამაში. და ამ 4 თამაში ხო რა ის არის, რომ ალბათ ყველა თამაში იქნება გადამწყვეტი და ეგ იქნება მნიშვნელოვანი რა, როგორ ვიგრძნობ თავს ფიზიკურად, მეც პირადად როგორ ვიგრძნობ თავს ფიზიკურად. მგონია რომ მზად ვარ ამისთვის რა და გაძლებაზე არა, პირიქით მგონია რომ ძალიან კაია, რომ ეს ასე გადავაბი და ამდენი თამაში მომიწია სეზონში, მიხარია ეგ, რომ ტრავმების გარეშეც ჩაიარა ამ სეზონმა და ამ 4 თამაშიც ალბათ მგონია რომ ეს თამაშები იქონიებს გავლენას პირიქით დადებითი კუთხით. ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი რომ ჩემი თავის მოვლა ვისწავლეო. რას გულისხმობდი ამაში? აი მაგალითად 3-4 წლის წინ რა არიცოდი ისეთი, რაც აღმოაჩინე რომ თურმე შენთვის ცუდი ყოფილა და ეხლა როცა აღარ აკეთებ, რო კარგად გრძნობ თავს. ყოველთვის იყო რომ აი რაღაც ცოტა რაღაც რომ მაწუხებდა. ეხაც მაგრამ მაგას ვთვლი მაგად რომ რაღაც მაწუხებდა ანუ გადალახვას ვცდილობდი უმეტესწილად და უფრო მეტ დიდ ყურადღებას არ უთმობდი ტრენაჟორში, თუნდაც პატარა პრობლემას ყურადღებას არ ვაქცევდი და ველოდებოდი რომ თავისით მოგვარდებოდა ეს პრობლემა და ახლა მუშაობ ამ პრობლემებზე, ანუ ყოველდღიურად ვიცი რა არის ჩემი ისტორიაც, ტრავმების ისტორიაც და
რა ჭირდება ყოველდღიურად და ეს ვისწავლე რა უბრალოდ საკუთარ თავზე მუშაობა ვისწავლე. სოფლიო ჩემპიონატის ახალი საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბრიდან რეალურად საქართველოს ნაკრებს ამ ჯგუფში რეალურად რა შეგვიძლია სიურპრიზი ვიყო მთელი სოფლიოსთვის. ყავს ესპანეთი, თურქეთი, ჩვენ და ბულგარეთი. ეს ესპანეთი არ მოგშორდა. ყველაზე ცუდი სათამაშო ესპანეთს. ყველაზე ძიმე ალბათ რაღაც. და მართლა ყველა ჯგუფში ჩვენ შეგვიძლია. ყველა ჯგუფშიც ევროპის ჩემპიონატს ყველა. არა უშვს. სადღაც ჩვენც უნდა გამომართოს. და არ მგონია რომ რა სურპრიზად აღიქვას ჩვენ წარმატებული თამაში, თუნდაც თეონ სოფლიომ იმ შედეგების მერე რაც გარკვეულწილად ვაჩვენეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც განსაკუთრებულ სიმაღლეებს მივაღწიეთ და ძალიან საფეხბურთო გრანდი გავხდით, არანაირად არ არის ესე. პირიქით რეალისტები უნდა ვიყოთ, უნდა ვიცოდეთ ჩვენი სიძლიერე უბრალოდ რა თქმა უნდა თავდაჯერება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ გამარჯვებას მივაღწიოთ და ჩვენი მიზანი იქნება ბრძოლა ჯგუფიდან გასვლისთვის, რა თქმა უნდა, ესპანეთი არის გამოკვეთილი ფავორიტი და დანარჩენ გუნდებთან ალბათ იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები. ვიტყოდი და იმასაც ვიტყოდი, რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და მენტალური თვალსაზრისით ალბათ მაქსიმალურად კარგად და ალბათ ყველაზე კარგად მომზადებული ხდებით ამ შესარჩევს. 2017 წლიდან ხარ ნაკრებში. ბევრი ეტაპი გაიარე, ბევრი სხვადასხვანაირი სიტუაცია და დღეს ისეთი სიტუაცია საქართველოს ნაკრებში, რომ უკვე ზაფხულიდან შემოდგომაში დაგვემატებიან ლივერპულის, სპორტინგის ფეხბურთელი, PSG-ის ფეხბურთელი ყავს უკვე. აი 2017 წლიდან დღემდე ნაკრებში სიტუაცია როგორ იცვლებოდა შენი თვალით? იყო რაღაც გარკვეულწილად, გარდაქმნა მოხდა რა თქმა უნდა ნაკრების ძალიან ახალგაზრდა თაობა, გამორჩეული თაობა, რაც შემოუერთდა ნაკრებს, ცვლილებები მოხდა და იყო ცოტა რთული პერიოდი, ან გარდაქმნის პროცესში იყო ცოტა მძიმე სიტუაციები, ცოტა რთული პერიოდებიც, ნორმალურია, ჩვეულებრივია, როცა ხდება ფეხბურთელების ჩანაცვლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ეს თაობა, რომელიც გამორჩეულად კარგად და წარმატებულად წამოვიდა ნაკრებში და წარმატებულად წარმოაჩინა თავი. უფრო სხვანაირი გარემო შემოიტანა ნაკრებში და სხვანაირი გარემო შეიქმნა მთლიანობაში ყველაფერთან ერთად. და ეს გარემო ალბათ გარედანაც ჩანს და ყველა ხვდება ამ გარემოს, რომ არის განსაკუთრებული და ყოველთვის გვიხარია ერთად ყოფნა პირველ რიგში საფეხბურთის გარეთ, სასტუმროში ყველგან დროს ერთად ვატარებთ, უმეტესი ფეხბურთელები და ეს არის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ნაკრებისთვის, ასე ვთქვათ, საქართველოს ნაკრებისთვის და რა თქმა უნდა ხალხის და გულშემატკივრის თანადგომაც ესეთი დიდი მასშტაბებით შეიძლება განსაკუთრებით ბოლო წლებში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენთვის კიდევ უფრო დამატებითი მოხდის მომცემი. არ ვიცი რამდენად უყურებდი ერთი წლის წინ ამ თუნდაც 8 თვის წინ PSG-ს თამაშებს, თუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო პერიოდში დაიწყე ყურება? PSG-ს თამაში 8 თვის წინ არა, მესი რო თამაშობდა, მაშინ უყურებდი და ეხლა დავიწყე. და აი მაგაზინი ცალკე გითხო, ხვიჩა და PSG ბევრი როცა ეხლა უკვე არ ამბობენ მაგას, მაგრამ როცა გადავიდა ესაც წავიდაო, PSG არ არის ტოპ რაღაც ისეთი როგორიც არიან პრემიერ ლიგაში. შენ როგორ უყურებდი მაგ საკითხს რა? გუშინაც გითხარი იმის თქმა მინდა, არ ვიტყვი. თქვი. ჩემი აზრით PSG არის ეხლა არის ყარასთან ერთად მანამდეც ალბათ იყო გამორჩეული გუნდი ევროპის ერთ-ერთი და PSG იყო ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ხვიჩას კარიერისთვის და ზოგადად განვითარებისთვის როგორც ფეხბურთელი
ჩემი აზრით PSG-ში მისმა ტრანსფერმა წარმოაჩინა, რომ მას აქვს რესურსი, რომ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. და ეს თამაშებმაც დაადასტურა, რომ მისი განვითარება ხდება სხვანაირად, რაღაც განსხვავებულ კვარას ვხედავთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი როლია ამაში თვითონ გუნდის, კლუბის თავისიც, რა თქმა უნდა, თავისი პირველ რიგში თავისი, რა თქმა უნდა, და მწვრთნელის, რომელიც მასთან მუშაობს და ეს სრული პაკეტი კვარაც შეიქმნა, ისე როგორც ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც კიდევ აქვს განვითარების რესურსი და PSG შეიქმნა კიდევ კვარასთან ერთად ისეთი გუნდი, რომლის დამარცხებაც წელს იმედია ვერავინ ვერ მოახერხებს. ანუ მარტში შენ სხვა კვარა ნახე, რაღაც შეიცვალა, რაღაც განსხვავებული ფეხბურთელი გახდა კიდევ უფრო. არა, მე ჩვენთან კვარა ყოველთვის სხვა იყო, ესე ვთქვათ რა, ჩვენთან კვარა ყოველთვის კვარა იყო და იყო განსხვავების შემქმნელი და გუნდის ლიდერი და ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, კვარა იყო მთავარი ძალა. უბრალოდ ეს კლუბში მისი წარმოჩენა კიდევ სხვანაირად მოხდა რა, PSG-მ კიდევ სხვანაირად წარმოაჩინა მისი თვისებები, ასე ვთქვათ. კიტე ინტერვიუს დასკვნით ეტაპზე ვართ და შემდეგი კითხვა არის ოთარ კიტეიშვილი მოედნის გარეთ. შენ აქ ცხოვრობ შენს მეუღლესთან ერთად, შენ შვილთან ერთად, ილვიასთან ერთად. რა დოზით ახდენს გავლენას შენი შვილი შენს ყოველდღიური ცხოვრების რიტმზე? ძალიან დიდი დოზით, რა თქმა უნდა. ამ დღე იწყება ჩემთვის ოლივიასთან ერთად წასვლით, ყოველს ძირითადად ბაღში, როცა აქვს ბაღი და როცა მიდის და შემდეგ ვტოვებ ვარჯიში და შემდეგ მომყავს. და არის მომენტები, რომ ვარჯიშზე და გუნდში ისეთ სტრესული გარემოა ხოლმე ცუდად მოქმედებს რა. ცუდად რა, მძიმე დაღვიქვამ და ცოტა ემოციურად დაღვიქვამ რაღაც საკითხებს, უფრო მძაფრად ალბათ და სახში რომ მოვდივარ ჩემ ოჯახთან, ელასთან, ბავშვთან ერთად აი ქრება ყველაფერი რაღაცნაირად, ან ისე კი არა, აი წამიერად ქრება ყველაფერი და წამიერად სხვანაირად ხდები და მე მეორე დღეს რომ მივდივარ ისე ვიწყებ ყველაფერი. ცოტა ის არის რა. რთული, მაგრამ იმედია რომ მანდაც დაგვილაგდება სიტუაცია. ყველაზე დიდ დროს ერთად სადატარებთ. აი სად უყვარ ხოლმე შენთან ერთად ყოფნა? ყველგან არსად არ გვაქვს გარეთ უყვარს განსაკუთრებით კაი ამინდი როცა არის გარეთ უყვარს ყოფნა და ველოსიპედს ტარება ისწავლა ეხლა და ჩემთან ერთად უყვარს მე რა უყურებ და თვითონ რა დადის ველოსიპედი. რა შეგავს მამას? ბევრ ამეში შენ მამასა ბოვის დაემსგავსება, მაგრამ ცოტა ის არის რა, ალბათ ჩემსავით რაღაც თითქოს ცოტა მორცხვია და რაღაცებში ზღუდავს ცოტა უჭირს კომუნიკაციაში შესვლა თან მithumetes ენის ფაქტორიდანაც გამომდინარე ცოტა რთულია მისთვის და ჯერ კიდევ ვერ გადალახა, მაგრამ მგონია რომ უფრო მალე გადალახავს ეგ ვიდრე ჩემ შემთხვევაში მოხდა ეგ. ეხლა ის დასახშია. ეხლა სწავლობს ყველაფერი ეხლა ინტერესებს. აი რა არის ისეთი რასაც ხშირად გეკითხებ, აი რას გეკითხებ ხო რა ინტერესებს მაგალითად. აი მის თუნდაც თუ უკითხავს რომ გაგკვირვებია რა გაქცინებია. ყველა ბავშვებს ყველაფერს გეკითხებიან, ყველაფერს მეკითხება, ყველაფერზე რატო აქვს ყველაფერზე შეკითხვას ძალიან დააკეთებდი, მაგრამ უკვე ხდება რაღაცებს, თუნდაც აი თამაშებზეც რო დადის, უკვე იცის რომ ფეხბურთი არის ჩემი, რო კითხო, აი ფეხბურთი არის იცის რომ ჩემი სამსახურია, უგიპასუხებს და რაღაც კალათბურთს უყურებ ხოლმე ხშირად და კალათბურთი არის გართობაო შემთხვევით. აი ეგეთ რაღაცებს იჭერს, რაღაცებს განსხვავებებსაც აკეთებს და
ბევრ რამეს ხდება და ბევრ რამეს იაზრება, მაგრამ კითხვებით ყველაფერზე შეუძლია კითხვა დასვას, ყველაფერზე შეუძლია. თუ ესე გაიხსნა, ან ჩემთან რა თქმა უნდა გახსნილია, მაგრამ შეიძლება სხვა ვერ შეამჩნიოს, იმიტომ რომ ცოტა უჭირს უცხო ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლა, თუ გახსნილია ყველაფერი ენას არ აჩერებს, იმას ლაპარაკობს მოკლედ. ამ შენი ანტიდეპრესანტია, ესე რომ ვთქვათ. კი, დიდი დოზით. დეპრესია არც მაქვს და არც არასდროს მქონია, ალბათ. დეპრესია ცოტა ეხა სხვანაირი ისა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს სტრესულ გარემოზე დადებითად მოქმედებს ძალიან. ესეც ასე მეგობრებო, ჩვენი ვიდეო კიტესთან დასრულებულია. მადლობა მასპინძლობისთვის. პირიქით დიდი მადლობა. გისურვებთ არჩეულ თამაშებში წარმატებებს. იმედია ZDZ მეორედ მოახერხებთ ავსტრიის ჩემპიონობას. იმედია თქვენ მოყოლო ისე ამონეთ ინტერვიუთი. თქოთ არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა, მოიწონეთ ეს ვიდეო და აქედან მივდივართ კაშოსთან. აბა დროებით და მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.